წიგნი დღემდე უცნობი მასალით. კოტე მარჯანიშვილი რეჟისორის უცნობ საარქივო დოკუმენტებს, პირად წერილებსა თუ მემუარებს აერთიანებს. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის უნიკალური პროექტი ნახეთ თამარ გრძელიძის და ჯაბა ჩიტიძის რეპორტაჟი. ხელნაწერთა ფონდში ინახება კოტე მარჯანიშვილის არქივი, მათ შორის არის მოგონებები მისი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიცა. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის საცავში დაცული მასალები უკვე საჯაროა. წიგნში კოტე მარჯანიშვილი, აქ შენახული წერილები, დოკუმენტები და ფოტოსურათები შევიდა. ბოლო წერილი, რომელიც აქ წიგნში შევიდა, ეს გახლავთ 1933 წლის 15 აპრილს დაწერილი. ყველასთვის ცნობილია, რომ 1933 წლის 17 აპრილს კოტე მარჯანიშვილი გარდაიცვალა. აი ეს ბოლო წერილია ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თავიდან უხსნის სიყვარულს, იგივე სითბოთი წერს და გამორიცხული იყო, რომ ის არ შესულიყო წიგნში. ფონდის მცველი თამარ მაისურაძე გვიყვება, რომ 1911-1923 წლებით დათარიღებული წერილები არა მხოლოდ ავტორზე, არამედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სრულყოფილ ინფორმაციას გვაწვდის. ასეთი წერილი მუზეუმში 45-ია, თუმცა წიგნში ყველა ვერ მოხვდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხელნაწერებში უამრავი ცნობილი ადამიანია მოხსენიებული, რომელზეც კოტე მარჯანიშვილი საკუთარ აზრს გამოთქვამს. ასეთი წერილები ჯერ დალუქულია და საზოგადოებისათვის ცნობილი მოგვიანებით გახდება. ცოტა ხნის წინ შემოვიდა ჩვენთან, ჩაუტარდა უკვე გამოკვლევაც, ყველაფერი დადგენილია, გატარებულია უკვე საინვენტარო წიგნში, თავისთავად ჩაუტარდა ცოტა მნიშვნელოვანი არა, მაგრამ მაინც სარესტავრაციო ლაბორატორიამ მიიღო მონაწილეობა მის ცოტა გაუმჯობესებაში. ხელნაწერების დამუშავების შემდეგ გადაწყდა რა უნდა მოხვედრილიყო გამოცემაში, რომელიც ყველასათვის კარგად ნაცნობ რეჟისორზე ახალ ფაქტებსა და ისტორიებს გვიყვება. გინახიათ ასეთი ახალგაზრდა კოტე მარჯანიშვილი, იშვიათად ვთქვათ, აი ფოტო ელენე დონაურთან მხოლოდ ჩვენს არქივში არის დაცული ასეთი მასალა და აქედან გამომდინარე, ხო გეუბნებით, ჩვენ გვინდოდა რომ ეს ყოფილიყო აი უნიკალური საარქივო მასალების მართლაც დიდი გამოფენა წიგნის სახით. გამოფენა წიგნის სახით უკვე გამოცემულია. თეატრალებმა და ქართული თეატრის გულშემატკივრებმა ამის შესახებ პრეზენტაციაზე შეიტყვეს. აქვე ცნობილი გახდა, ვის შესახებ გამოიცემა შემდეგი ტომები. მეორე ტომი იქნება არანაკლებ დიდი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, მესამე ტომი ნამდვილად ვიცით რომ იქნება სანდრო ახმეტელი და ამის შემდეგ უკვე ვჭობთ მე-4, მე-5, მე-6 ვინ იქნება. მთელი ინტელექტუალური ცოდნა ქართული სასცენო ხელოვნების შესახებ ბრჭყალებში ტოვებს ჩვენ საცავებს, ტოვებს იმისათვის, რომ ქართული ხალხი მას ეზიაროს. ჯერჯერობით უცნობია, როდემდე გაგრძელდება პროექტი ქართული კულტურის ოქროს ფონდი. მისი ავტორების განმარტებით, საქართველოში ცნობილი ხელოვანების უნიკალური დანატოვარი არაერთი საინტერესო წიგნის გამოცემის საშუალებას იძლევა.